მოგესალმებით, ჩემო კარგებო. ზღაპრის მოყოლის დრო დადგა. დღეს მინდა მოგითხრათ იტალიური ზღაპარი სენიორა სოსისის შესახებ. სენიორა იტალიური სიტყვაა და ქალბატონს ნიშნავს. მას ასე დავიწყოთ. იტალიაში ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ქალბატონი სოსისი. სენიორა სოსისი ღირსეული ქალბატონი იყო. მას ერთი პატარა ბიჭი ჰყავდა, რომელიც დედას ძალიან უყვარდა, ბავშვს ანებივრებდა. თავისი პატარა ვარდისფერი და პუტკუნა ბიჭი ქალბატონ სოსის მსოფლიოში ულამაზეს ბავშვად მიაჩნდა და მას ბელუცინოს უძახდა. ბელუცინო კი ლამაზ საყვარელს, ლამაზუნას ნიშნავს. დედა ანებივრებდა და თვალისჩინით უფრთხილდებოდა თავის ბელუცინოს. ერთხელ ქალბატონმა სოსისმა, სენიორა სოსისმა ბაზარში წასვლა განიზრახა და შვილს უთხრა: ბელუცინო, მე ახლა ბაზარში უნდა წავიდე, შენ კი თავს გაუფრთხილდი. გახსოვდეს, რომ არ უნდა მიეკარო წყლით სავსე კასრს, რომელიც იქ ცეცხლზე არის ჩამოკიდებული. დუღარე წყალი ჩვენთვის სოსისებისთვის ძალიან საშიში არისო. ჩვენ ხომ სოსისის გვარისა ვართო, სოსისების მოდგმის ვართ და ამიტომ დუღარე წყალს ძალიან უნდა ვუფრთხილდეთო. კარგი შეპირდა ბელუცინო დედიკოს, მე არ გავეკარები კასრს, არ მივეკარები მდუღარე წყალსა და სენიორა სოსისიც გულდამშვიდებული წავიდა ბაზარში. ძალიან უნდა და სენიორა სოსის რომ მალე დაბრუნებულიყო სახლში, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. გზაში სენიორა სოსისი ნაცნობებს ხვდებოდა, ყველას თბილად მოიკითხავდა, ხოლო ბაზარში, როდესაც ესაუბრებოდა მწვანე ლეულობის გამყიდველს, მან მოიკითხა მწვანე ლეულობის გამყიდველის 12-ვე შვილი. ქალბატონმა სოსისმა ბავშვების ამბავი დაწვრილებით გამოიკითხა. წინააღმდეგ შემთხვევაში მწვანე ლეულობის გამყიდველი ქალბატონი განაწყენდებოდა და არ დაუკლებდა ქალბატონ სოსის არც ერთ სოლდის, არც ნახევარ სოლდის, არც მეოთხე სოლდის. ქალბატონი სოსისი კი უაღრესად ხელმომჭირნე ქალბატონი და კარგი დიასახლისი გახლდათ. როგორც იქნა, სენიორა სოსისმა შეიძინა ნიახური, უხრახუში, ხახვი, სტაფილო და სახლისკენ გამოემართა. როდესაც სახლში მოვიდა, დაათვალიერა ყველაფერი და თავისი ბელუცინო ვერსად რომ ვერ ნახა, თავში ხელი შემოირდგა. ჩემი ბელუცინო დაიკარგა, იზუეჭველა, წყლით სავსე კასრში ჩავარდა და მოიხარშა. ტიროდა და მოთქვამდა ქალბატონი სოსისი. ეს რომ წყლით სავსე კასრმა გაიგონა, ძალიან შეწყდა. იფიქრა მან, მე მართალია არ მინახავს ბელუცინო დღეს ჩემთან ახლოს არც კი მოსვლა, მაგრამ რადგანაც ქალბატონი სოსისი ასე ტირის და მოთქვამს, ესე იგი ბელუცინო მართლაც ჩავარდა ადუღებულ წყალში და მოიხარშა. რასაწყენია, შეწყდა წყლით სავსე კასრი, მე გავსკდები დარდისგანო და მართლაც გაასკდა. დუღარე წყალმა გამოშონა გახეთქილი კასრიდან და დაიღვარა პირდაპირ ცეცხლზე, რომელიც ბუხარში გიზგიზებდა. რასაკეთებო, იკითხა ცეცხლმა. როგორ თუ რას, დარდისგან გავსკდი, უთხრა კასრმა. პატარა ბელუცინო წყალში ჩავარდა და მოიხარშა. რა ცუდია, თქვა ცეცხლმა. მაშინ მე ჩავქრები, ეს ძალიან სამწუხარო რამ გავიგონეო და ცეცხლიც ჩაქრა. გაოცდა ბუხარი. რასაკეთებო, კითხა მან ცეცხლს. მე ვქრებიო, უპასუხა ცეცხლმა. რატომ დაინტერესდა ბუხარი? იმიტომ რომ პატარა ბელუცინო წყალში ჩავარდა და მოიხარშა. კასრი დარდისგან გასკდა. ჩვენ კი ვქრებით, ამოიგმინეს უკანასკნელმა ნაგვერდალებმა და ჩაქრნენ, ცეცხლით ჩაქრა ბუხარში. ბუხარი ამაზე ძალიან განაწყენდა, გული ეტკინა, რომ პატარა ბელუცინო წყალში ჩავარდა და მოიხარშა. კასრი გასკდა და ცეცხლი კი ჩაქრა. ამიტომ ბუხარმაც გადაწყვიტა რაიმეს გაკეთება და დაინგრა. დანგრეული ბუხრიდან ერთ-ერთი აგური ფანჯარას მოხვდა.
რასაკეთებ? დაინტერესდა ფანჯარა. ბუხარო, რას შვებიო? მე ვინ გრევი? უპასუხა ბუხარმა. დარდისგან ვარ დაანგრეული, რადგანაც ცეცხლი, რომელიც ჩემში გიზგიზებდა, ჩაქრა. კასრი გასკდა და იქიდან გადმოღრილმა მდუღარე წყალმა ცეცხლი ჩააქრო. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ პატარა ბელუცინო წყალში ჩავარდა და მოიხარშაო. ძალიან შეწყდა ამის გამგონე ფანჯარა. მე დარდისგან არ ვიცი რას გავაკეთებ, რას და გავიღები და დავიკეტებიო, თქვა ფანჯარამ და მართლაც დარდისგან იწყო გაღება და დაკეტვა, გამუდმებულად გაღება და დაკეტვა. ეს დაინახა ფანჯარაზე მდგომმა ყვავილის ქოთანმა და ფანჯარას შეიკითხა, თუ რატომ იქცეოდა ასე. და როდესაც ქოთანმა შეიტყო, რომ პატარა ბელუცინო წყალში მოიხარშა, კასრი გასკდა, იქიდან წყალი გადმოიღვარა, განაწყენებული, დამწუხრებული ცეცხლი ჩაქრა. ბუხარი დაინგრა და ფანჯარა ესე სიმწრისგან იღებოდა და იკეტებოდა. ყვავილის ქოთანმაც გადაწყვიტა, რომ რაღაც მოემოქმედებინა, რომ მხარი დაეჭირა ქალბატონი სოსისისთვის, რომ მისი დარდი გაეზიარებინა და ყვავილის ქოთანი გასკდა. ნატეხებად, ნამსხვრევებად იქცა და როდესაც მისი ერთი ნამსხვრევი იატაკს მოხვდა, იატაკი დაინტერესდა, თუ რატომ გატყდა ყვავილის ქოთანი. როდესაც ყვავილის ქოთანმა მას თავისი გატეხვის, თავისი დიდი დარდის მიზეზი გაანდო, იატაკი ძალიან დამწუხრდა და თქვა, რა შემიძლია გავაკეთო, რომ ჩემი მწუხარება გამოვხატო? მე გამუდმებულად ვიჭრიალებ, თქვა იატაკმა და დაიწყო ჭრიალებდა და ჭრიალებდა. ამ დროს იატაკის ქვეშ მცხოვრები წრუწუნა შეწუხდა იატაკის გამუდმებული ჭრიალით და გამოვიდა. ის იატაკის ქვემოდან გამოვიდა და სენიორა სოსისის ოთახში აღმოჩნდა. საქმე იმაში არის, რომ ის რაც ყველასთვის იატაკი იყო, იატაკის ქვეშ მცხოვრები წრუწუნასათვის ჭერი გახლდათ და მან განაწყენებით მიმართა იატაკს. ჭერო, რა მოგივიდა, რატომ ჭრიალებ გამუდმებულად, როგორ თუ რატომ, პასუხა დამწუხრებულმა იატაკმა. პატარა ბელუცინო წყალში მოიხარშა. ამით დანაღლიანებული კასრი გასკდა. იქიდან მდუღარე წყალი გადმოიღვარა, ცეცხლს დაესხა და ცეცხლი ჩაქრა. ბუხარი დაინგრა, ფანჯარა სიმწრისგან იღება და იკეტება. ყვავილის ქოთანი გატყდა, მე კი ვჭრიალებ, რომ ჩემი დარდი გამოვხატო. ძალიან მკაცდა წრუწუნა კი, მაგრამ ასეთი ამბავი რატომ ატეხეთ? ბელუცინო წყალში არ მოხარშულა. აი აქვე ოთახის კუთხეში ზის და ტკბილად სძინავსო. რაო? გაიგონა ეს სენიორა სოსისმა. ბელუცინო აქვე არის, ოთახში ტკბილად ზინავს კუთხეში, გავხარდა მას. ის გავარდა იმ ადგილისკენ, სადაც მას მიუთითა პატარა თაგუნია და დაინახა, რომ მის ლამაზ ბელუცინოს მართლაც ტკბილად და მშვიდად ჩასძინებოდა სკამზე. სენიორა სოსისის სიხარულისგან წასეწია, მადონა, წამოიძახა მან და მადლობა შესწირა ღვთისმშობელს. შემდეგ თავის ბელუცინოს ჩაეხუტა და ბევრჯერ აკოცა. როდესაც სენიორა სოსისი დაწყნარდა, მან მიმოიხედა და თავის სახლში საშინელი არეულობა დაინახა. იატაკი გამუდმებულად ჭრიალებდა, ფანჯარა იღებოდა და იკეტებოდა, გატეხილი ყვავილის ქოთანი ძირს ეგდო. ბუხარი დაანგრეული იყო და აგურები აქეთ-იქით ეყარა. ცეცხლი ჩამქრალი იყო ბუხარში. კასრი კი გამსკდარიყო და იქიდან გადმოღრილი წყალი იატაკზე ესხა. მოკლედ ასეთი არეულობა რომ დაინახა ქალბატონმა სოსისმა, ის ძალიან გაბრაზდა და თავისი ბელუცინო მიტყიპა. აბარა, სწორედ ბელუცინოზე უნდა გაბრაზებულიყო ქალბატონი სოსისი. მართალია, სენიორა სოსისი გაბრაზდა თავის ბელუცინოზე, გული მოუვიდა, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ თავისი შვილი კარგად და ჯანმრთელად ყავდა. აი ასე ბედნიერად დამთავრდა ეს სასაცილო ზღაპარი. იმედია, მოგეწონა ძვირფასო ბავშვებო ჩემი ზღაპარი. ახლა კი მინდა რომ დამშვიდდეთ და 7 ძილისთვის განაწყოთ. მე გემშვიდობებით, კვლავ გელოდებით ჩემს არხზე, რომ ახალი ზღაპარი მოყვეთ.
სანაპიროებით.